რატომ არ აქვს თვითმკურნალობას შედეგი, ეხლავე მოგახსენებთ რამდენიმე დადასტურებულ ფაქტს. პირველი, რასაც აკეთებს ნარკოდამოკიდებული ადამიანი, მანიპულირებს სახში და ეუბნება, რომ მე მომეცი ფული, მე შევიძენ ახლა ნარკოტიკებს, ტაბლეტებს, შეუწვევი სახში და ერთ 10 დღეში, 2 კვირაში ფეხზე დავდგები. სხვა რა უნდა მასწავლოს, თო მაგენს იქეთ ვასწავლი ყველაფერს. ოჯახის წევრებიც იმ იმედით, რომ რაღაცა შეიცვლება, რა თქმა უნდა, აძლევენ ფულს. მიდის დამოკიდებული ადამიანი, ყიდულობს ნარკოტიკებს, ტაბლეტებს და დამოკიდებული ადამიანისთვის იწყება თაფლობის კვირა, ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი კვირა აქვს რა კუთხით. ნარკოტიკს მოიხმარ სახში და ამის გამო არავინ არაფერს არ ეუბნება. ირიქით შენი ჭირიმე შენ გენაცვალე. ცოტა სლოტებსაც ჯარიცხავს იქ დღეში 50 ლარს გააჩნია რისი საშუალება აქვს ოჯახს. რა ხდება კვირის თავზე? კვირის თავზე უკვე იწყება ნარკოტიკების გაყოფა თვალით უკვე არ ყოფნის, წყალს დაამატებს, მოაკლებს, უკვე ვოპირდებოდა ოჯახს, სამყაროს, всё, მე შევიცვალე. აწი მე ვიქნები ის, ვინ გაგიძღვებით წინ. უკვე მორჩა ეს რაღაც ენერგია, ეს დაპირებები გაქრა. რა ხდება მე-12-მე-13 დღეს უკვე იყვიძებს დამოკიდებული ადამიანი და ისევ შავთეთრი არის სამყარო, ისევ ის რაც დაპირდა ოჯახს, ყველაფერი დაავიწყდა, გახდა აგრესიული. ყველას ეუბნება შემეშვით, არ მელაპარაკოთ, ისევ მანიპულაციები გავარდა სახლიდან და ისევ ნარკოტიკების მოხმარება. არა და მეგობრებო, ის ფული რო დაგეხარჯა რაც ლირიკებში და ნარკოტიკებში და სლოტებში რიცხე ის დღეები რაც სახში იწექი, ხო გეყოფოდა დეტოქსზე დასაწოვად. ხომ მიხვდი შენს რომ არ მუშაობს და უბრალოდ თავის მოტყუება იყო ყველაფერი. ასევე მეგობრებო, ის რომ სახში გადასხმას დავიყენებ და გავიწმინდები, სახში გადასხმას რო დაიყენებ და გაიწმინდები, 3 საათში დაგეწყება საშინელი ლომკა. და მე რასიზამ, თან სახში გადასხმას იკეთებ და თან მას რო ურეკავ. ეგრეთ წოდებულ პაძელნიკს, ხო, აი პადიესთან ცოტა ხანში ჩამოვირბენ და მომაწოდე რა აზრია, ხო, არანაირი აზრი არ არის. ან სოფელში წავალ, ეხა გავიქცევი და ჩავიკეტები. და სოფელში რა ეს ლომკა არ გამოყვება, თავი არ გამოყვება, თუ თავს სახში ტოვებ და ტანი მიგაქვს მაშინ სოფელში, ან ლომკა არ გამოყვება. რის ხარჯზე შეიკავებ სოფელში რა დაგეხმარება. ფსიქოთერაპევტი დაგვხვდება სოფელში, კონსულტანტი, ადიქტოლოგი, ნარკოლოგი. სოფელთანაც მე ჩალიჩი მიდის, ან ისევ გამოგცევა უკან. მეგობრებო, არ მუშაობს ეს თვითმკურნალობა. ამას როგორც პირადი გამოცდილებით გეუბნები, ისე ათასობით ადამიანის გამოცდილებით ვამბობ. მუშაობს როგორც ოპერაციის დროს ქირურგი, კბილის ტკივილის დროს სტომატოლოგი, დამოკიდებულების დროს ნარკოლოგი. თუ იმეს გქონიათ მეგობრებო, ეგეთი გამოცდილება, თვითმოტყუება და არ გამოგდიოდათ ეგრე სახში მკურნალობა, დაწერეთ კომენტარში თხოვნა მექნება, რომ იქნებ სხვა ადამიანებმაც წაიკითხოს და ბიძგი მიცეთ, რომ რაღაც სწორი მიმართულები დაიწყოს გამოჯამთელება. მე ყველას გისურვებთ მშვიდ და პოზიტიურ დღეს. მადლობა.